დილამშვიდობისა დღეს ჩვენ საუბრობთ სოციალური საწარმო დადარის საქმიანობაზე, რომელიც ხის ხელნაკეთ და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქმნის და სადაც ამ დროისთვის 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანია დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო არც თუ ისე დიდი ხანია ფუნქციონირებს, მან ევროპული სტანდარტები უკვე დააკმაყოფილა, რის შედეგადაც მათი პროდუქცია ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეცაა წარმოდგენილი. მოკლედ, დადარის ღირებულებებსა და პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. სოციალური საწარმო დადარის დირექტორი არჩილ გობეჯიშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობისა არჩილ, მადლობა უპირველესად იმისათვის, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მადლობა თქვენ მივესალმებით თქვენ მაყურებელს. არჩილ, დადარი ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება და ეს არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების გადამზადება, დასაქმება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობა, ხო? პირველ რიგში ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უკავშირდება მისი ღირებულებები თქვენ შრომით პოლიტიკას ან იმ პროდუქციას, რომელსაც ქმნით. ჩვენ ვართ სოციალურ საწარმო დადარი, რომელიც შედგება სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ადამიანების გუნდისგან, რომელიც ვაწარმოებთ ხის ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის სათამაშოებს და ნაკეთობებს. ჩვენ თავზე გვაქვს აღებული სოციალური მისია. პირველი სოციალური მისია ეს არის ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები მაღალი ხარისხის, რომლის დეფიციტი საქართველოში არის სამწუხაროდ და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მისია არის დავასაქმოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, რაც მოკლე პერიოდში უკვე გამოგვივიდა და ჩვენ შევძელით 7 გადამზადებული ადამიანიდან 8 დაგვესაქმებინა და ჩაგვერთო ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის სათამაშოების წარმოებაში. დიახ, და უნდა აღინიშნოს, რომ იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც თქვენ ძალიან მალე კადრში დაინახავთ, ოპერატორს ვთხოვ, რომ გვაჩვენოს ეს ადამიანები, რომლებიც არიან ავტორები აი იმ შესანიშნავი ნამუშევრებისა, რომლებსაც ასევე დაგათვალიერებინებთ. მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ადამიანების ცხოვრება საწარმოში დასაქმების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ისინი გახდნენ დამოუკიდებლები, გაუჩნდათ ახალი მიზნები, ოცნებები, სურვილები, რაც მთავარია აქვთ საკუთარი სამსახური და საკუთარი ხელფასი და შემდეგი შეკითხვა არ იქნება უცნაური თუ მექნება თქვენთან. მეგობრებო, მაინტერესებს, რამდენად საინტერესოა თქვენთვის მუშაობის პროცესი. სახალისოც იქნება ალბათ, ხო? კი. და არ გიჭირს, თავიდან არ გაგიჭირდა ამაზე მუშაობა თუ მარტივად აუღე ალღო თავიდანვე? კარგია. კარგია. შენ რა სიტყვი? იმასო ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს ვაკეთებ გერმანული სახელი, რომელიც სუფთაა და არ არის მომწავნელი, კაია. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი თამაშობდეს ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს. გიო, შენ ძალიან მალე მუშაობ, იმიტომ რომ რომოვედი არც ერთი არ იყო შეღებილი და ახლა უკვე თითქმის დაგისრულებია საქმე. მალე. მე ვაკეთებ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ხის ხელნაკეთ სათამაშოებს ბავშვებისთვის. ხო, და ძალიან კარგად გამოგდის ეს საქმე და აი ჩვენ ახლა არჩილთან გადავინაცვლებთ, ისევ აღარ შეგიშლით მუშაობაში ხელს, ხო? გააგრძელეთ თქვენი საქმე და არჩილთან გავაგრძელებ საუბარს. დასაწყისში აღნიშნა, რომ თქვენი პროდუქცია უკვე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეცაა წარმოდგენილი. ჩემთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა, როგორ მოიძიეთ სარეალიზაციო გზები და გეგმავთ თუ არა თავის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზეც მათ შორის. ეს თავარი მიზანია ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ქართველი მშობლებისთვის, ქართველი ბავშვებისთვის ჩვენი სათამაშოები, მუშაობთ პროდუქციის განახლებაზე, მუშაობთ შექმნათ ახალი სათამაშოები, რომელიც იქნება მორგებული ქართულ ბაზარზე და პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებულად გადავდგეთ. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ძალიან აქტუალური პროდუქტი, რომელმაც ბევრ ქართულ ოჯახში უკვე შეაბიჯა და გაახარა ჩვენი პატარები. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, ჩვენ გვყავს პარტნიორები, რომლებსაც ჩვენი პროდუქტი გააქვთ საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ გერმანიაში, საიდანაც ხდება ევროპის ბაზრის მომარაგება, ასევე ამერიკაში. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ხდება მცირე მასშტაბებით, თუმცა საკმაოდ წარმატებულად. ჩვენმა სათამაშოებმა გაიარეს გერმანული ლაბორატორიების კვლევები, სადაც მივიღეთ იმის დასწური, სრულად ვაკმაყოფილებთ ევროპული ბაზრის სტანდარტებს და არის უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა მაღალი ხარისხის პროდუქტი. დიახ, და ესე იგი ლაბორატორიული კვლევის პასუხების შემდეგ შეძელით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა იმ ნამუშევრების, რომლებიც აქაა წარმოდგენილი. ხის სათამაშოები ევროპაშიც და ამერიკაში ძალიან პოპულარულია და ჩემი დაკვირვებით ქართულ მომხმარებელშიც იზრდება ინტერესი, რაც ძალიან სასიხარულოა. ამჯერად ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეალურად ხის სათამაშოები ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად სათამაშო ეს არის ისეთი ნივთი,
პროდუქტი, რომელიც აუცილებელია სწორად იყოს შერჩეული ბავშვის. აუცილებელია მისი სწორი შერჩევა, მისი იდეა სათამაშოს შემადგენლობა, რისგან დამზადებული რა ლაქსაკებავებია გამოყენებული, რა იდეებს ამ სათამაშოში, როგორ უწყობს ხელს ბავშვს განვითარებაში, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების და შესაძლებლობების გასააქტიურებლად აუცილებელია იყოს სწორად შერჩეული სათამაშო. ევროპის ბაზარზე ამას კანონმდებლობა არეგულირებს და იქ ასე ვთქვათ, კანონი არეგულირებს იმ ძირითად ნიშნულობებს, რაც ეხება ხარისხს, რაც ეხება სწორად შერჩეულს. ჩვენთან მსგავსი რეგულაცია არ არსებობს? ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა აქტიურად მუშაობენ ამ საქმესთან დაკავშირებით და სულ მალე ველოდებით კანონპროექტს, რაც ძალიან გვახარებს. იმედი მაქვს, რომ მალე მოვა საქართველოს ბაზრებიდან უხარისხო სათამაშოები და მეც დიდი იმედი მაქვს ამის და ბოლო შეკითხვა, თქვენი მიზანია იდეაში, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები მუდმივად გადამზადების პროცესში იყვნენ, მათი დასაქმება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა და ასე შემდეგ. მოკლედ, სამომავლო გეგმების შესახებ მინდა რომ მკითხოთ და იქნებ დეტალებზე თავად ისაუბროთ. ჩვენი სოციალური საწარმოს შემოსავლების 100% შეადგენს ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია. ამ ეტაპზე არ გვყავს დონორი ორგანიზაცია, არ გვყავს დამფინანსებლები, ამიტომაც ამ ეტაპზე ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია ფართო მასშტაბებით განვახორციელოთ გადამზადება და დასაქმება, თუმცა როგორც კი ამის შესაძლებლობა გვიჭდება, ავტომატურად ვაცხადებთ მიღებას, გადამზადების კურსს და შემდეგ დასაქმების კურსს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოკლედ დროში მოვახერხებთ უფრო მეტი ადამიანის გადამზადებას, დასაქმებას და უფრო მეტი ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას. დიდი მადლობა არჩილ, საინტერესო იყო შენთან საუბარი. ნამდვილად მადლობა მეგობრებო თქვენს. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით. მოდი, რისი თქმა გინდა მითხარი? აქვია ესა დადაში ვაკეთე, აქვია რა ქვია მასაცი? სათამაშოები? ხის სათამაშოს ვაკეთებ. ხო. რაღაცას ვაკეთებ, ხის სათამაშოს. ხელნაკეთი სათამაშოები ძალიან ლამაზია, დავათვალიერე და მართლა გაოგნებული ვარ, ისეთი ლამაზია. ჩვენ ახლა უნდა დავასრულოთ ნელ-ნელა ჩვენი პირდაპირ ჩართვა, იმიტომ რომ სამწუხაროდ საეთერო დრო აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო განვავრცოთ ეს თემა. თუ კი ახლა შემოგვიერთდით და ამ დრომდე არ უყურებდით ჩვენს გადაცემას, მე სიამოვნებით შეგახსენებთ, რომ საუბრობდით სოციალური საწარმო დადარი საქმიანობაზე, რომელიც ხის ხელნაკეთ და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს ქმნის და სადაც ამ დროისთვის 4 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანია დასაქმებული. მოკლედ, მე ამით ახლა უნდა დაგემშვიდობოთ და ისევე როგორც ყოველთვის, დღესაც რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერ და ხალისიან დღეს დროებით. ანუ ძალიან გთხოვთ, რომ ძალიან დიდი მადლობა გადასცეთ არჩილს და თითოეულ ხელოვანს, რომელიც ქმნის ამ საოცარ ხელნაკეთ სათამაშოებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ კარგი საქმიანობისთვის.